თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციის თბილისის მერიამ გიგი უგულავას საქმის მოწმესთან ლოკომოტივის სტადიონის გარშემო საგზაო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ამ თემაზე განცხადება ირაკლი აბესაძემ და გიგი უგულავას ადვოკატმა საკრებულოში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს. დეპუტატი ინტერესდება თუ რატომ გააფორმა კონტრაქტი ისეთ კომპანიასთან მერიამ, რომელსაც ხანმოკლე სამუშაო გამოსილება აქვს, რადგან მისი თქმით კომპანიას დღემდე მხოლოდ 400,000 ლარის ღირებულების სამუშაო აქვს შესრულებული. საკრებულოს ოპოზიციას უპასუხა მერის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, რომელიც ამბობს, რომ არსებულ კონტრაქტს არანაირი პოლიტიკური მოტივი არ აქვს და არსებული კომპანია არჩეულ იქნა მერის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად. ამ კომპანიას მისი შექმნის ხანმოკლე ისტორიიდან გამომდინარე არანაირი დიდი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების წარმოების არ გააჩნია, შესაბამისად გაუგებარია რა ნიშნით მოხდა მილიონიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ამ კომპანიის შერჩევა, როდესაც უამრავი გამოცდილი საგზაო სამშენებლო კომპანია არსებობს. სამუშაოები ჩატარდა გამოკითხვის გზით, რომელზეც ძალიან საჯაროდ სპაჯიზე, ცენტრალურ ესე ვთქვათ საიტზე, სატენდეროზე დაიდო მოწვევა წინადადებაზე, შესაბამისად იქ 5 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ამ მოწვევაში და 5-დან საუკეთესო ფასი წარმოადგინა ამ კომპანიამ.